Today I want to speak to you. I believe the Lord has given me a message. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რისი თქმაც მინდა უფალმა მომცა ეს. We're going to begin today in the book of Acts, chapter number 13. ჩვენ საქმე მოციქულთა წიგნიდან დავიწყებ ჩვენ საუბარს 13 თავი. საქმე მოციქულთა 13 თავი. Verse number 36 says, when David had served God's purposes in his own generation, he fell asleep and was buried with his fathers. მაგრამ დავითმა, რომელიც მსახურებდა თავის თაობაში, ემსახურებოდა თავის თაობას, ღვთისნების განისვენა და შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება. David served God's purposes in his generation. მე მინდა ამ აზრზე გავამახვილოთ ყურადღება დავითი, რომელიც თავის თაობას ემსახურებოდა. Here's what I want us to understand today. მე დღეს აი ეს აზრი მინდა რომ გავიგოთ. Is first of all that the generations will always exist. მე მინდა გვესმოდეს რომ თაობები ყოველთვის იარსებებენ. But every generation of the people of God მაგრამ ყოველი თაობა ღმერთის ხალხისა have purposes that God intends for us to fulfill. ყოველ თაობას აქვს თავისი მიზანი, თავისი დანიშნულება, რომელიც ღმერთს უნდა რომ აღვასრულოთ. Our responsibility ჩვენი პასუხისმგებლობა in our generation ჩვენს თაობაში is to invest in the next generation არის ის რომ დავაბანდოთ მომავალ თაობაში so that they can be successful. რათა მომავალი თაობა იყოს წარმატებული. So our responsibility ასე რომ ჩვენი პასუხისმგებლობა is to invest in them არის დაბანდება მომავალ თაობაში in the next generation. შემდეგ თაობაში. Our responsibility ჩვენი პასუხისმგებლობა is to invest არის ის რომ დავაბანდოთ in the next generation. მომავალ თაობაში. This principle today ეს პრინციპი დღეს it is rooted in this reality. არის დაფუძნებული შემდეგ რეალობაზე. That God is a generational God. რომ ღმერთი არის თაობების ღმერთი. God is a generational God. ღმერთი არის თაობების ღმერთი. When Moses asked God, როდესაც მოსემ კითხა ღმერთს, when he asked him, God, what is your name? და კითხა რა არის შენი სახელი? God answered him like this. ღმერთმა ასეთი პასუხი გასცა. God said to Moses, ღმერთმა უთხრა მოსეს, say to the Israelites, უთხარი ისრაელიანებს, the Lord, the God of your fathers, the God of Abraham, the God of Isaac, and the God of Jacob, რომ თქვენი მამების ღმერთმა, აბრაამის, ისააკის და იაკობის has ღმერთმა sent me to you. გამომგზავნა თქვენთან. This is my name forever. და ეს არის ჩემი სახელი საუკუნო. The name you shall call me from generation to generation. სახელი რომელთაც უნდა მომიხმოთ თაობიდან თაობაში. Then in Psalm 33, Psalmoni 33 he says it says the counsel of the Lord stands forever. არის ის რომ უფლის რჩევა საუკუნოდ The დგას. plans of God's heart are from generation to generation. ღმერთის გულის გეგმები თაობიდან თაობაშია. At every major transition in the Word of God, მე მინდა იცოდეთ რომ ყოველი ძირითადი გარდამავალი პერიოდი ღმერთის ხალხის ცხოვრებაში, ღმერთის სიტყვაში there is a reference to, a mention of a generation. ყოველთვის არის ნახსენები გარდამავალ პერიოდში სიტყვა თაობა. When Noah was preparing, when God told Noah to prepare the ark, როდესაც ღმერთმა უთხრა ნოეს გაამზადე კიდობანი, he said to Noah, უთხრა ნოეს, go into the ark, შედი კიდობანში, because I have found you righteous in this generation. იმიტომ რომ მართალი გპოვეო შენ ამ თაობაში. When God called Abram, როცა ღმერთმა აბრამს მოუწოდა, he said, I will establish my covenant with you as an everlasting covenant უთხრა მე დავაფუძნեմ ჩემს აღთქმას შენთან როგორც საუკუნო აღთქმას. between you and me and your descendants after you, შენსა და ჩემს შორის და შენს შთაომავლობას შორის. for the generations to come. და შთაომავლობებში რომელიც შენს მერე იქნება. When God brought the nation of Israel out of Egypt, როდესაც ღმერთმა
ღმერთმა გამოიყვანა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნიდან and that generation came out და გამოვიდა ეს თაობა when they refused to follow God. და მათ უარყვეს ღმერთისადმი მიძღოლა გაყოლა God said this generation has to pass away ღმერთმა უთხრა ამ თაობამ უნდა გადაიაროს so that the next generation can enter into the promised რათა land. შემდეგი თაობა შევიდეს ვახტმულ მიწაზე When Jesus came, როდესაც უფალი მოვიდა he called that generation, უფალმა იმ თაობას he called them a wicked generation, უთხრა ბოროტო მოდგმაო an ბოროტო unbelieving generation. ურწმუნო თაობაო But when the church was born, მაგრამ როდესაც ეკლესია იშვა the Apostle Paul referred to the church. პაულე ეკლესიისადმი მიმართვით ასე ამბობს He called us ის გვიწოდებს a ჩვენ chosen generation. პაულემ თქვა თქვენ ხართ რჩეული მოდგმა რჩეული შთამომავლობა It is God's design ეს ღმერთის ნება that we serve God's purposes რომ ჩვენ ვემსახუროთ ღმერთის ბიზნესს in our generation, ჩვენს თაობაში that we invest რათა დავაბანდოთ in the next generation მომავალ so თაობაში that they რათა can მათ fulfill the purposes of God. შეძლონ აღასრულონ ღმერთის გეგმები God will always ღმერთი ყოველთვის fulfill his purposes აღასრულებს თავის through გეგმებს generations. თაობების He მეშვეობით is a generational God. ის თაობების ღმერთია This means ეს that ნიშნავს he simultaneously thinks about the details of my life, ის დიახ ფიქრობს ჩემი ცხოვრების დეტალებზე but he simultaneously მაგრამ იმავე დროს is preparing his purposes მამზადებს მე in the lives of our children და ამზადებს ჩემ შვილებს and for the lives of our grandchildren, და ჩვენ შვილიშვილებს თავისი that ნებისამებრ they will impact the kingdom of God. რათა მათაც კონდეთ ზეგავლენა ღმერთის სამეფოზე There is the micro of God არის ღმერთის მიკროსკოპი and there is the macro of God. და არის ღმერთის ტელესკოპი There is God. We have to understand that God wants us to focus not only on through the lens of the microscope of ღმერთს God, არ უნდა მხოლოდ მიკროსკოპით უყურებდეთ ჩვენ ცხოვრებას but God wants us to look also through his telescope. ღმერთს უნდა რომ ჩვენ ტელესკოპით უყურებდეთ ჩვენ ცხოვრებას Most of us, our relationship with God is based only on through the lens of the microscope. იცით ბევრი ჩვენთაგანის ცხოვრება ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან არის ჩვენ და მიკროსკოპულად ხოლო ჩვენ თავზე ვართ ორიენტირებულები How do I know which one I'm looking through? საიდან ვიცი მიკროსკოპით ვიყურები თუ ტელესკოპით We can look at three areas of our lives. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ჩვენი ცხოვრების სამ To სფეროს know, am I looking only through the microscope of God, the micro lens of God, რათა ვიცოდე მიკროსკოპით უყურებ ჩემ ცხოვრებას or through the telescope, the long range To perspective of God? ტელესკოპით მომავლისკენ ვიყურები God wants us, ღმერთს უნდა რომ for ჩვენ our relationship with him, ჩვენი ურთიერთობა მასთან to look through both lenses, ღმერთს უნდა რომ ორივეთი ვიხედებოდეთ ორივეს მეშვეობით through the lens of the microscope, რომ მიკროსკოპით ვიყურებოდეთ but also through the lens of the telescope. და ასევე ტელესკოპით The fine details of life, ჩვენ უნდა უყურებდეთ ჩვენი ცხოვრების მცირე დეტალებს but also through the telescope. მაგრამ ასევე უნდა ვიყურებდეთ მომავლისკენ The ტელესკოპით long range purposes of God. მომავალში რა გეგმები აქვს ღმერთს How do I know what I'm looking through? საიდან ვიცი რომლის მეშვეობით უყურებ ჩემ ცხოვრებას I know by listening to what I say, მე ვიცი იქიდან გამომდინარე თუ რას ვლაპარაკობ by what I invest in, რაში ვაბანდებ and by what I pray for. და რისთვის ლოცულობ That's how I know. აი ამის მეშვეობით ვიცი What I say, რას ვამბობ the scripture teaches us ბიბლია გვასწავლის ჩვენ that what we talk about is a reflection of our hearts. რომ რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ ეს ყველაფერი ჩვენი გულის ანარეგია Jesus said that out of the overflow of our heart, the mouth speaks. იესომ თქვა რომ გულში მოჭარბებულს ბაგეები ლაპარაკობენ What I invest in. რაში ვაბანდებ Jesus said, don't lay up treasures for yourself on earth where moth and rust destroy, იესომ თქვა ნუ დაიუნჯებთ მიწაზე სადაც
რჩილი ჭამს და სადაც ქურდებით ხრიან და but იფარავენ. store up for yourselves treasures in heaven, არამედ ზეცაში დაიუნჯე. where thieves cannot break in and steal it. სადაც ქურდები ვერ Where მოიპარავენ. your treasure is, იმიტომ რომ სადაც შედის your heart will be also. საუნჯეა. შენი გულიც. Am I investing only in this life, თუ მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ ამ ცხოვრისთვის ვაბანდებ? or am I also simultaneously investing in the next generation? თუ მომავალ თაობაზე ზრუნავ? Jesus also taught us to pray. იესომ ასე გვასწავლა He ლოცვა. taught us to pray for our daily bread, იესომ თქვა ილოცეთ თქვენი ყოველდღიური პურისთვის. the micro of God. ეს არის მიკროსკოპი. But before he taught us to ask for daily bread, მაგრამ სანამ უფალი გეტყოდა რომ ყოველდღიური პურისთვის ილოცე, he taught us to pray this. მან ასეთი ლოცვა გვასწავლა. Your kingdom come, მოვიდეს სუფევა your შენი. will be done იყოს ნება on შენი. earth as it is in heaven. მიწაზე ესე დედამიწაზე ისე This როგორც არის. is the telescope of God. ეს არის ღმერთის ტელესკოპი. This is the long range perspective of ეს არის God. ღმერთის გრძელვადიანი პერსპექტივა. God does three things through generations. ღმერთი სამრაბლებს აკეთებს თაობის მეშვეობით. He multiplies his blessings. ის ამრავლებს კურთხევას. He multiplies his blessings. ღმერთი ამრავლებს კურთხევას თაობის მეშვეობით. When one generation is faithful როდესაც ერთი თაობა ერთგულია in their generation, თავიან თაობაში. and when they invest in the next და generation, ისინი აბანდებენ მომავალ თაობაში. God multiplies his blessings. ღმერთი ამრავლებს თავის კურთხევას. But he also fulfills his purposes. მაგრამ ის ასევე ასრულებს თავის ნებას. This is exactly what we see through Scripture. აი ამას ხედავთ ჩვენ სახარების მეშვეობით. You need water. არ მინდა რა. Good. არა კარგია. He multiplies his blessings. ის ამრავლებს კურთხევას. He fulfills his purposes. ის ასრულებს თავის ნებას, And მის ნებს he advances his kingdom. და თავის სამეფოს აფართოვებს. So our responsibility in this generation ასე რომ ჩვენი ვალდებულება ამ თაობაში is to invest არის ის რომ დავაბანდოთ in the next generation მომავალ თაობაში, so that his purposes can be fulfilled. რათა მისი გეგმები იყოს I აღსრულებული. want to invite you to go in your Bibles to the book of 1 Chronicles, მე მინდა რომ პირველი ნეშთა წიგნი ვნახოთ, chapter number 28. ნეშთა წიგნი 28 თავი. And we're going to look at how David served God's purposes in his და generation. მე მინდა ვნახოთ ჩვენ დავითი როგორ ემსახურებოდა თავის თაობას. 1 Chronicles chapter number 28. ეს არის პირველი ნეშთა 28 თავი. By this time, David, of course, has been the king of Israel. აი ამ დრომდე ამ მოვლენებამდე დავითი დიდი ხანია უკვე მეფეა. He has built for himself a palace in Jerusalem. მან სასახლე აიშენა იერუსალიმში. But the temple of God მაგრამ ღმერთის ტაძარი is still in a temporary structure. არის დროებით ფორმაში. ტაძარი არ აშენებულა. It's in a tent არის კარავში. where the presence of God is. რომელიც მოსეს კარვად არის So ცნობილი. David, of course, wants to build a temple for და God ჩვენ ვიცით რომ დავითს უნდა უფლისათვის ტაძრის აშენება. where his presence can dwell. სადაც მისი თანდასწრება შეიძლება რომ დავანდეს. So David writes in 1 Chronicles 28, და დავითი წერს პირველი ნეშთა 28 he თავში. says, I had it in my heart to build a house as a place for the rest of მათ თქვა for the Ark გულით of the მწად Covenant. დამეშენებინა განსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისთვის. I made plans to build it. დავითი ამბობს რომ გეგმები დავსახე რომ ავაშენო. But God said to me, მაგრამ ღმერთმა მითხრა you are not to build a house for my name, ჩემს სახელზე, ჩემი სახელისთვის სახლს ვერ ააშენებ. because you are a warrior and you have რადგან shed მეომარი blood. კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაღრილი. But he said to me, მაგრამ მითხრა verse 6, მეექვსე მუხლში Solomon your son is the one, შენი ძე სოლომონი ააშენებს ჩემს for I have სახლს. chosen him. და ეზოებს რადგან ის იგი ამოვირჩიე. Now keep in mind this, მე მინდა რომ გახსოვდეთ. David is the king, დავითი არის მეფე. and kings typically do what they want to do. და მეფეები ტიპიურად აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც სურთ.
But David understood მაგრამ დავითს ესმოდა his responsibility თავისი to პასუხისგებლობა serve the purposes of God in his generation. რომ მას უნდა ემსახურა ღმერთის მიზნებისთვის მის თაობაში. David did not resist the change that God was bringing. დავითი არ შეეწინააღმდეგა იმ ცვლილებას, რომელიც ღმერთს მოქონდა. And part of our responsibility of investing in the next generation და ჩვენი ცხოვრების ნაწილი ჩვენი პასუხისგებლობისაა. I'm 47 years old. მე მაგალითად 47 წლის ვარ. If you are part of my generation, თუ შენ ჩემი თაობის წარმომადგენელი ხარ, or if you are a part of the older generation, ან უფრო ასაკოვანი, we have to understand ჩვენ უნდა გვესმოდეს, that God advances his purposes რომ ღმერთი ავრცელებს თავის მიზნებს through us ჩვენი მეშვეობით to the next generation. შემდეგ თაობაში. Our responsibility ჩვენი პასუხისგებლობა is to invest in the next generation არის ის, რომ დავაბანდოთ so მომავალ that they თაობაში. can fulfill the purposes of რათა God. მათ შეძლონ აღასრულონ ღმერთის And მიზნები. part of that investment და აი ამ დაბადების ნაწილი is not resisting the change that God brings. არის იმაში, რომ ჩვენ არ შევეწინააღმდეგოთ იმ ცვლილებას, რომელიც ღმერთს მოაქვს. Because God always brings change იმიტომ რომ ღმერთს through ყოველთვის generations. მოაქვს ცვლილება თაობების მეშვეობით. Because he wants to reach that generation. იმიტომ რომ ღმერთს უნდა რომ მომავალ თაობასაც მიწვდეს. God never changes, ღმერთი არ იცვლება. but he changes his ways ღმერთი გზები his იცვლება, methods მეთოდები იცვლება. through the next generation შემდეგი თაობის მეშვეობით. to advance his kingdom. რათა მისი სამეფო David გავრცელდეს. understood დავითს ესმოდა, that it was not his responsibility to build the temple. რომ მისი პასუხისგებლობაში აღარ შედიოდა ტაძრის აშენება. He did not resist the change that was coming. და ის არ შეეწინააღმდეგა იმ ცვლილებას, რომელიც მოდიოდა. I want us to look at what he did. მე მინდა რომ ნახოთ რა გააკეთა. What David invested რაში დააბანდა to დავითმა. enable the success of the next generation. რათა მომავალი თაობა წარმატებული ყოფილიყო მის შემდეგ. First of all, he spoke words. პირველი, მან სიტყვები ილაპარაკა. He said it. მან თქვა, Chapter 28, 28 თავი, verses 9 and 10. 9-10 მუხლები. He said to Solomon, ის ეუბნება სოლომონს. he said, Solomon, acknowledge the God of your father and serve him with wholehearted devotion and with a willing mind. ხოლო შენ სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე, მამაშენის ღმერთი მთელი გულითა და ხალისიანი სულით იცოდე და გულითა და ხალისიანი სულით ემსახურეო მას. Just read through verse 10. ნახეთ, ხოლო შენ სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი, მთელი გულითა და ხალისიანი სულით ემსახურე მას. რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნია. ძებნას თუ დაუწყებ მას, იპოვი კიდეც. ხოლო თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს. ახლა უყურე, რა კი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმინდრის ასაშენებლად, მტკიცეთ იდექი და გააკეთე. Now in the same chapter 28 verse 20. და მე-20 მუხლსაც წავიკითხავთ. David also said to Solomon, სოლომონს ეუბნება დავითი be ასევე. strong and courageous and do the work. მტკიცეთ იდექი და გამხნევდი და შეუდექი საქმეს. Do not be afraid or discouraged. ნუ გეშინია და ნუ For the ძრწი. Lord God, რადგან უფალი my ღმერთი, God, is with you. ჩემი ღმერთია He შენთან. will not fail you or forsake you. არ განგიდგება და არ მიგატოვებს. Now some of us would say, ზოგიერთი ვიტყოდით. well, I don't speak words of encouragement to my children მე არ შემიძლია გამხნევების სიტყვები ველაპარაკო ჩემ or შვილებს. to the next generation. ან შემდეგ თაობას. I just live my faith. მე უბრალოდ ჩემი რწმენით ვცხოვრობ. And yes, it is true. დიახ, მართალია. That saying it is no substitute for living it. ლაპარაკი არ ნიშნავს იმას, რომ მყარი საზურკველია ცხოვრებისა. Speaking faith is no substitute for living faith. რწმენის სიტყვები არ არის საფუძველი რწმენის ცხოვრებისა. But the opposite is also true. მაგრამ მეორე მხარეს ჭეშმარიტებაა. Living faith ცოცხალი რწმენა is no substitute for saying faith. არ შეუძლია ჩაანაცვლოს რწმენის სიტყვები. I grew up
with a mother and father მე გავიზარდე, მყავდა დედა და მამა, who lived their faith. რომლებიც ცხოვრობდნენ რწმენით. They were faithful. ერთგული They ადამიანები loved იყვნენ. God. უყვარდათ ღმერთი. They never turned away from God. ისინი არ გაბრუნებულან ღმერთისაგან. But my father მაგრამ მამა ჩემი had difficulty speaking words of encouragement to me. ძალიან უჭირდა რომ რამე კარგი გამამხნევებელი ეთქვა ჩემთვის. I'm grateful მე მადლიერი that he ვარ lived his faith. რომ რწმენით იცხოვრა. But I need him მაგრამ მე მჭირდება to speak to me. რომ მამა Speak words of encouragement. მელაპარაკებოდეს გამხნევების სიტყვებს. To speak words of courage. მელაპარაკებოდეს სიმტკიცის სიტყვებს. To speak words of faith. მელაპარაკებოდეს რწმენის And სიტყვებს. part of investing in the next generation მომავალ თაობაში დაბანდება ნიშნავს. is taking the time არის ის რომ დრო გამონახო to speak to the next და generation. ელაპარაკოს შენს მომავალ თაობას. Words of encouragement. გამხნევება. Words of faith. რწმენა. We must live it, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ but we რწმენით. must also say it. და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ That is რწმენით. part of our investment. ეს არის დაბანდების And ნაწილი. David understood that. და დავითს მონდა He served God's purposes in his ის generation. ემსახურებოდა ღმერთის მიზნებს მის So he თაობაში. spoke to the next და ის generation. ელაპარაკებოდა momავალ And he თაობას. said, don't be discouraged. და ეუბნებოდა ნუ განეხიბლებით. Serve God. ემსახურეთ Fulfill ღმერთს. his purposes. აღასრულეთ მისი მიზნები. Hallelujah. ჰალელუია. Speak words. ილაპარაკე სიტყვები. Number 1 is say it. პირველი ჩვენ თქვით რომ უნდა ილაპარაკო. Number 2 მეორე is give it. არის უნდა გასცე. Chapter 28, verses 11 and 12. Go ahead. 28 თავის 11-12 მუხლები და მის დავითმა სოლომონს თავის ძეს გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, განსაცავებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა, ასევე ყველაფრის გეგმა რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა უფლის სახლის ეზოებისათვის. ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახისთვის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისათვის. Now, in this chapter, ამ თავში David, first of all, spoke words of encouragement პირველი დავითი ლაპარაკობს to Solomon გამხნევების and to სიტყვებს Solomon's generation. და სოლომონის თაობას ელაპარაკება. But now, David is writing about the offerings that were given. და დავითი ახლა ჩანაწერებს აწარმოებს იმ შემოწირულობებისა, რომელიც მოტანილი იყო სახლისათვის. So David gathered the nation of Israel, დავითმა შეკრიბა ისრაელი and they gave a corporate offering და მთელმა ერმა შესაწირი მოუტანა უფალს, to invest in the next generation, რათა დაებანდებინათ მომავალ თაობაში. so that the next generation would be successful. რათა მომავალი თაობა ყოფილიყო წარმატებული. So David gave Solomon the plans. ასე რომ დავითი გეგმას აძლევს სოლომონს. David put things in place დავითმა ყველაფერი თავის ადგილზე მოაწესრიგა, so that the next generation could be successful. რათა მომავალი თაობა წარმატებული ყოფილიყო. Then David said to the whole assembly, შემდეგ დავითი მიმართავს მთელს საკრებულოს. he said, my son Solomon, და ეუბნება ჩემი ძე სოლომონი, whom God has chosen, რომელიც ღმერთმა აერჩია, he is young and inexperienced. ის ახალგაზრდაა და გამოუცდელი. And the task, the responsibility is great. და დავალება, It is huge. რომელიც მას მიეცა, ძალზე დიდია. Because this structure, this building, იმიტომ რომ ის ტაძარი, რომელიც it's უნდა not for შედეს, man, but it is for God. ადამიანისთვის კი არ არის, ღმერთის დასავანებელი. Now listen to David's words. ნახეთ, მოусმინე დავითის David სიტყვებს. acknowledged დავითი ხვდება the reality. რეალობას. David acknowledged that his son Solomon was inexperienced. დავითმა იცოდა, რომ მისი ძე გამოუცდელი იყო. And a lot of times, და ხშირად, when we look at the next generation, როდესაც მომავალ თაობას უყურებთ, when older generations look at the next generation, როდესაც არსებული თაობა უყურებს მომავალ თაობას, it is sometimes easy for us ძალიან ადვილია ხშირად, to only see their inexperience. რომ მხოლოდ მათი გამოუცდელობა დავინახოთ. We look at the size of the responsibility ჩვენ უყურებთ პასუხისგებლობის ზომას.
and we look at their experience და შემდეგ ჩვენ უყურებთ მათ გამოუცდელობას and we excuse them და შემდეგ ვეუბნები ისინი უნდა გამოეთიშნონ because we think they can't do it. იმიტომ რომ ისინი ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას But David didn't do that. მაგრამ დავითი ასე არ მოიქცა David acknowledged the reality. ხვდებოდა რეალურ მდგომარეობას Yes, he's inexperienced. დიახ გამოუცდელია Yes, სოლომონი the task is great. დიახ დავალება დიდია But that didn't stop David from moving forward. მაგრამ ამან არ გააჩერა დავითი რომ წინ გადაედგა The ნაბიჯები reality did not stop him from investing. რეალობამ არ შეაჩერა დავითი რომ დაბანდება So გაეგრძელებინა not only did David lead the nation of Israel in a corporate offering, და არა მხოლოდ თელმა ერმა მოიტანა შესაწირი but he also gave of himself a personal offering. დავითმა თვითონაც კი გაიღო He შესაწირი said in chapter 29, verse number 2, 29 თავის verse 2 29 თავის მეორე მუხლში he said, ამბობს with all my resources, I have provided for the temple of my რაც God. შემეძლო ყველაფერი მოვამზადე უფლის სახლისათვის With all my personal resources, I am providing. ჩემი პირადი რესურსებიდან გავიღე He said, verse 3, besides, in my devotion to the temple of my God, I now give my personal treasure. ამასთან ერთად ჩემი უფლის სახლის სიყვარულის გამო მაქვს საკუთარი ოქროსა და ვერცხლის საუნჯე So David not only spoke words, რომელსაც უფლის სახლს წირავ არა მხოლოდ სიტყვებს he ამბობდა not only said it, არა მხოლოდ თქვა but he gave it მან გასცა so that the next generation could be successful. რათა მომავალი თაობა ყოფილიყო წარმატებული David not only looked through the microscope of God. დავითი არ იყურებოდა მხოლოდ მიკროსკოპით God, this is what I need today. აი დღეს ეს მჭირდება God, მეთო. meet my needs now. აი ახლა ეს საჭიროება დამეკმაყოფილე But David looked through the telescope of მაგრამ God დავითს ქონდა კიდევ ღმერთის and he saw forward ტელესკოპი into the future, მომავალში შორს იხედებოდა into the next generation, შემდეგ თაობაში and the generation after that, და მის შემდეგ and the თაობაში generation after და that. მის შემდეგ თაობაში So he spoke words ამიტომ სიტყვები წარმოთქვა into the future. მომავალში He gave of his resources, მან გაიღო თავისი რესურსები not only for his own needs, არა მხოლოდ თავისი საჭიროებისთვის but he gave it into his future. არამედ მომავლისთვის David said it, დავითმა თქვა and he gave it. და დავითმა გაიღო And finally, David prayed it. და მესამე დავითი ლოცულობს Chapter 29, 29 თავი David praised the Lord in the presence of the whole assembly. და დავითი ლოცულობს უფლისადმი მთელი საკრებულოს წინაშე Saying, praise be to you, Lord, the God of our father Israel. which verse is it Sorry, oh yeah it's okay, just follow me. okay it's verse number 10 Okay. დააკურთხა დავითმა უფალი მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა კურთხეული ხარ უფალო ღმერთო ისრაელისა და ჩვენს მამათა უკუნითი უკუნისამდე Where did you end? verse 10 that that forever you're blessed Yours, Lord, is the greatness and the power and the glory and the majesty and the splendor, for everything in heaven and on earth is yours. შენია უფალო დიდება ძლიერება ქება ძლევა და დიდებულება ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე Yours, Lord, is the kingdom. You are exalted as head over all. შენია უფალო მეფობა სამეფო ყველაზე აღმატებული ხარ Wealth მთავრად and honor come from you. You are the ruler of all things. In your hands are strength and power to exalt and give strength to all. Now, our God, we give you thanks and praise your glorious სიმდიდრე name. და დიდება შენგან მოდის შენგან აგებ ყოველივე შენს ხელშია ძალა ძლიერება შენს ხელშია ყოველივეს განდიდება და გამტკიცება But who am I, David says? შემდეგ ამბობს აც გაგებ შეღმერთო შემდეგ ამბობს ვინ ვარ მე And who are my people? და ვინ არის ჩემი That ერი we should be able to give as generously as this. ამდენის შემოწირვა რომ შევძე Everything comes from you, and we have given you what comes only from your hand. მაგრამ ყოველივე შენგან არის ეს ყოველივე შენი ხელით არის მოცემული და შენვე Now შემოგწირეთ read verses 18 and 19. და 18-19 მუხლებს დავიკითხავთ უფალო ღმერთო აბრაამისა ისააკისა და ისრაელისა ჩვენი მამების ღმერთო სამარადისოდ დაიცავი ეს შენი ერის გულის ფიქრები და ზრახვები
ზახვანი და შენსკენ წარმართე მათი გულები და სოლომონს ჩემს ძეს მიეცი მრთელი გული რომ დაიცვა შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე დავიჭირე თადარიგე. David said it. დავითმა თქვა, He gave it. დავითმა გაიღო And he prayed it. და დავითმა ილოცა. He understood both the micro perspective of God. მას ესმოდა მიკრო პერსპექტივა That ღმერთის. God wants to meet our needs today. რომ ღმერთს უნდა რომ დღეს დაგვიკმაყოფილოს საჭიროებები. But he also understood მაგრამ მას ესმოდა that he has to look through the lens of the telescope of God. რომ მან უნდა იყუროს ღმერთის ტელესკოპის მეშვეობით მომავალში. So he said it, ასე რომ თქვა, he gave it, გაიღო and he prayed it. და ილოცა. So our responsibility in this generation ასე რომ ჩვენი პასუხისგებლობა ამ თაობაში is to speak words to them არის ის რომ ჩვენ ველაპარაკოთ მათ of encouragement, გამხნევების სიტყვები, of faith, რწმენის სიტყვები, and of courage, სიმტკიცის სიტყვები, to call them to the purposes of God. რომ მათ მოუწოდოთ ღმერთის გეგმებში და მიზნებში. And then we must invest და ჩვენ უნდა დავაბანდოთ, and make plans დავგეგმოთ, so that they can be successful. რათა ისინი იყვნენ წარმატებული. And that's going to require და ეს მოითხოვს, that we do not resist the change that is coming, რომ ჩვენ არ შევეწინააღმდეგოთ იმ ცვლილებებს, რომელიც მოვა. but that we allow the purposes of God to become a reality for the next generation. პირიქით ღმერთის მიზნები რომ რეალობად ვაქციოთ მომავალი თაობისათვის. And that we pray for them. და ვილოცოთ მათთვის. We invest in prayer for the next ჩვენ generation. ვაბანდებთ ლოცვაში მომავალი თაობისთვის. This is both for you a personal ეს word, ყველაფერი შენთვისაც არის როგორც პირადი სიტყვა but this is also a corporate word for this და ეს congregation. არის მთელი მრევლისათვის სიტყვა. Because you, as a part of this იმიტომ congregation, რომ შენ როგორც ამ მრევლის წევრი, other churches around this nation, სხვა ეკლესიები რომლებიც ამ ერის გარშემო არიან, they are looking at you. ისინი გიყურებენ, They are watching you. გაკვირდებიან, What will you do შენ რას გააკეთე in this generation ჯერ ამ თაობაში, so that the next generation რათა მომავალი თაობა can fulfill the purposes of God? თაობა შეძლოს ღმერთის მიზნების My აღსრულება. prayer for us today ჩემი ლოცვა ჩვენთვის ასეთია, is that it will be said of us რომ ვიყოთ ჩვენ the same as it was said of David, ჩვენი სტრუქტურა და ჩვენი წყობა ისეთივე იყოს როგორც დავითს ქონდა that გამზადებული. we fulfilled რათა ჩვენ აღვასრულოთ the purposes of God ღმერთის მიზნები in our generation, ჩვენს თაობაში, so that the next generation რათა მომავალმა თაობამ can advance his kingdom. შეძლოს ამ ღმერთის სამეფოს აღება და კიდევ უფრო გავრცელება. Amen. Amen. ამენ. Let's pray together. მოდით ვილოცოთ ყველა მერტად, წამოვდგეთ და ვილოცოთ. Father, in Jesus' name, მამაო იესოს სახელით, I thank you for your purposes. მე მადლობას გიძღვნი შენი მიზნებისთვის. I thank you, Father, for your calling. მადლობა შენი მოწოდებისთვის. God, I'm grateful for past generations in this nation მამაო მე მადლიერი ვარ გასული თაობებისათვის ამ ერში, that kept their faith რომლებმაც რწმენა შეინარჩუნეს in the midst of great hardship. ძალიან დიდი სირთულეების დროს. God, we stand here today ღმერთო ჩვენ დგავართ შენს წინაშე დღეს. in such a beautiful place. ასეთ მშვენიერ დარბაზში. We stand today and we worship in peace, ჩვენ თაყვანს გცემთ და მშვიდობიანი გარემო free გვაქვს. from fear,
თავისუფალნი ვართ free from შიშისგან intimidation. თავისუფალნი ვართ შეშინებისგან God, we're grateful ჩვენ მადლიერნი for ვართ previous generations გასული თაობებისათვის that did not give up on their faith, რომლებმაც არ დათმეს თავიანთი რწმენა but they prayed მაგრამ and ლოცულობდნენ they gave და and they გასცემდნენ spoke words. და ლაპარაკობდნენ სიტყვებს Father, help us to not become lazy in our generation, მამაო დაგვეხმარო რომ ჩვენს თაობაში არ ვიქცეთ ზარმაც to not ადამიანებს take this for granted, რომ ჩვენ ამას ღმერთო ზედაპირულად არ მოვეპყრათ that we would not think that this is all that there is, რომ ჩვენ არ ვფიქრობდეთ რომ შევასრულეთ ჩვენი მისია that this is all that you want to do, რომ ამის მიღმა აღარაფრის გაკეთება აღარ გინდა that this is the limit of what you can do. რომ თურმე ეს არის საზღვარი იმის არის God, გაკეთება may we შეგიძლია not only look through the microscope of your goodness, რომ ჩვენ ღმერთო შენი სიკეთეებს მიკროსკოპით არ უყურებდეთ but Father, may we through faith არამედ მამაო პირიქით რწმენის მეშვეობით look into the future მომავალში ვიყურებოდეთ of what you can do. რისი გაკეთება And შეგიძლია God, if you can do this in our და generation, თუ შენ ამის გაკეთება შეგეძლო ჩვენ თაობაში God, what can you do in the next რას generation? გააკეთებ უფალო მომავალ Father, may თაობაში we be faithful უფალო რომ ერთგულები ვიყოთ in our generation ჩვენს თაობაში to fulfill your purposes. რომ აღვასრულოთ შენი მიზნები And may we speak to the next და generation ველაპარაკოთ მომავალ თაობას words of encouragement, გამხნევება words of faith, რწმენა words of courage. სიმტკიცე Father, may we invest in the next რომ generation, მომავალ თაობაში ვაბანდებდეთ that we would give, რომ გავცეთ that we would sacrificially invest in them, და მართლაც შესაწირი გავიღოთ მთელი ჩვენი ცხოვრები და დავაბანდოთ მომავალ Father, თაობაში that today's teenagers, რომ დღევანდელი მოზარდები that today's children, დღევანდელი ბავშვები that we would invest in them, რომ მათში დავაბანდოთ that they would have the best, რომ მათ ქონდეთ საუკეთესო that we would not only have what is good, რომ არა მხოლოდ ჩვენ ქონდეს კარგი but that they would have what is best. არამედ ქონდეთ მათ საუკეთესო That they would have the best literature, როგორ საუკეთესო ლიტერატურა the best resources, საუკეთესო რესურსები the best teachers, საუკეთესო მასწავლებლები that they would have the best instruments, საუკეთესო ინსტრუმენტები that the next generation, oh God, რომ მომავალ თაობას that ღმერთო we would invest in them რომ ჩვენ მათში so ვაბანდებდეთ that they can be successful, რათა ისინი წარმატებულები so იყვნენ that they can advance the kingdom of და God. მათ განავრცონ ღმერთის სამეფო And Father, I pray today და მამაო მე ვლოცულობ დღეს that we would pray for them, რომ ჩვენ ვლოცულობდეთ მათთვის that we would pray, God, that your blessing would rest upon them, რომ შენმა კურთხევებმა დაივანონ that we მათზე would pray your purposes upon them. და ვლოცულობდე რომ შენი გეგმები განხორციელდეს God, we მათში. pray that in the next generation რომ შემდეგ თაობაში that you will raise up pastors, რომ წყემსები წამოწიო that you will raise up evangelists, მახარებლები that you will წამოწიო raise up missionaries, მისიონერები that you will წამოწიო raise up, Father, godly politicians, ღვთისმოსავი პოლიტიკოსები that you წამოწიო will raise up influencers in society, წამოწიო ადამიანები რომელსაც ზეგავლენა ექნებათ საზოგადოებაზე that artists would be raised up, რომ ხელოვანები გაიზარდონ ამ ეკლესიაში that წამოიწიო musicians would come from them, მუსიკოსები გაიზარდონ ამ ეკლესიაში that, Father, in the next generation, რომ მომავალ თაობაში that writers would be raised up, მწერლები გაიზარდონ უფალო men and women of God ღმერთის მამაკაცები და დედაკაცები who will write რომლებიც დაწერენ your შენს purposes მიზნებს in the name of Jesus, იესოს and სახელით that out of the heart of this nation და ამერის გულიდან will come your purposes, გამომჟღავნდეს და გამოვიდეს შენი მიზნები that Georgian theologians would be raised up, რომ იყვნენ ქართველი თეოლოგები უფალო Father, I pray in Jesus' name მამა მე ვლოცულობ იესოს სახელით that our vision would not be limited to today რომ ჩვენი ხედვა არ იყოს შემოფარგლული დღევანდელი დღით and only for today's bread, დღევანდელი პურით არ იყოს შემოფარგლული but we pray და ჩვენ ვლოცულობთ that your kingdom would come, ჯერ იმას ვლოცულობთ რომ შემოვიდეს სუფევა შენი that your will would be done. და შენი ნება აღსრულდეს
through the next generation შემდეგი თაობის მეშვეობით and the generation after them. და მათ მომავალი თაობის მეშვეობით. God, enlarge and expand our vision, I უფალო, pray. გააფართოვეთ ჩვენი ხედვა. In the name of Jesus. იესოს სახელით ვცდილობთ. God, may we believe for you what is impossible today. და გერწმუნოთ, რაც დღეს არის შეუძლებელი. May we pray for it to be a possibility tomorrow. რომ დღეს ვცდილობთ, რომ ხვალ შესაძლებელი გახდეს. In the name of Jesus. იესოს სახელით. But God, may we right now რომ დღეს და ახლა უფალო serve your purposes შენს გეგმებს in ვემსახურებთ. this generation, ამ თაობაში. so that when we stand before you, რომ როდესაც შენს წინაშე დავდგებით, we will hear you say, მოვისმინოთ შენგან სიტყვები. well done. კეთილო და ერთგულო You've been faithful. ერთგული იყავი. Amen. ამენ.